ნანა ჩემი შენი და განა შენ ჩემო გულის ლამაზო ჩემი თავი და გენაცვალა ოჰოი ნანა ლამაზებს უმღერი განა დილით მზე და ღამე მთვარე შენ გიმღერის განა და განა იშხანი მრავალმნიშვნელოვანს ნიშნავს ახლა სწორედ იშხნის მონასტრისკენ დავადექით გზას იგი ისტორიულ ტაოში მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის ნაპირზე ართვინის ვილაიეთში შევჩერდის მეგობრებო სასილამაზეა აი ხალხმა ახალი ასფალტი ხდება მოკლედ ჰესებით და კაშხლებით არის ავსე ეს ტერიტორია იშხანი შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია იგი მე-19 საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის დის წულის და მისივე მოწაფის საბას მიერ აშენდა საბამ ტაძარი ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააგო რომელიც აშენებული იყო მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში მართლმადიდებელი სომეხი ეპისკოპოსის ნერსეს მიერ ნერსეს ტაძარი საბაიშხნოს სულ დანგრეული გახდა პირველი ტაძრისგან გადარჩენილი საკურთხეველი ნერსეს პატივსაცემად საბას ახალ შენობაში მოუქცევია კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულად ხო ეწერა? კეთილი იყოს მაშინ თქვენი მობრძანება იშხანში. მეგობრებო, ამჟამად მოგესალმებით იშხანიდან. ერთადერთი ძეგლი, სადაც მოდიხარ და შემოსასვლელში ქართულად აწერია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ნამდვილად კეთილი იყოს თითოეული ქართველის ფეხი აი ამ ადგილზე და მინდა ახლა ჩემი ჯგუფის წევრებს გავათვალიერებიო იშხნის ეს უძვირფასესი ახალი რესტავრირებული ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ ღია არ არის და შიგნით შესვლა, შიგნით დათვალიერება შეუძლებელია, მაგრამ რაც შეიძლება ნახოთ, გარეთ აუცილებლად ყველაფერს მოვინახულებთ და თქვენც გაგიზიარებთ. იშხანი ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. საბას მიერ აშენებული ტაძარი ოდნავ თლილი პატარა ქვებით იყო შემოსილი, მაგრამ მე-11 საუკუნეში იგი ორჯერ განახლებულა. მეორედ 1032 წელს, ბაგრატ მეოთხის დროს. იშხნელი ეპისკოპოსის ანტონის ზედამხედველობით, სადაც ხუროთმოძღვარი ყოფილა ივანე მურჩაისძე. როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერებიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთერისთავი და მისი ძმა დავით მაგისტროსი. ფრესკები დროსა და ჟამს არ დაუნთვია, ისე როგორც ადამიანებს.
და მათი კვალი თითქმის წაშლილია. კიდევ უფრო შემორჩენილია ტაძრის გუმბათების გარსზე. იშხანში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება. შემდგომში ეგრეთ წოდებული მესიის სახარება. წლების განმავლობაში ტაძარი გამოიყენებოდა მეჩეთად. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად იშხანს უკვე ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ რესტავრირებული იშხანის კარი სტუმართათვის ყოველთვის დაკეტილია. ვეცადე კარის მინის ჭუჭრუტანიდან მცირე კადრები გადამეხო ტაძრის შიგნით დასანახად და აი მხოლოდ ეს მოხერხდა. ჩვენი ჯგუფის წევრები ასე დავემშვიდობეთ დიდებულ იშხანს. წავედით აბა ნახვამდის გადავიღოთ კარგად არა სიმწვანე და იმასაც აღიშვება